პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელის რეალიზაციის ახალი რეგულაცია მუშავდება. ამ თემასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. პლასტიკის ბოთლების გამოყენების რეგულირების წესის დადგენა რეფორმის შემდეგი ეტაპია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახალი ინიციატივის ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორისთვის სასმელის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის აკრძალვა, რაც პლასტიკის მოხმარების შემცირებას ემსახურება. საკითხის განხილვის ფარგლებში ყურადღება ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე გამახვილდა. აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612.5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქტს მოიხმარს. საერთაშორისო კვლევებით სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს, რომელიც თავისთავად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. საუბარი ეხებოდა პლასტმასის ბოთლებს, რომელიც შიც გამოიყენება წყლისთვის და ასევე გამაგრებელი სასმელებისთვის. შევხვდით კერძო სექტორს, იმიტომ რომ ჩვენთვის თავარი ამოცანა არის ერთ-ერთი, რომ ყველა საკითხი, რაც იქნება ჩვენგან ინიცირებული, შევათანხმოთ კერძო სექტორთან. გავაკეთებთ მაქსიმალურს, რომ რაც შეიძლება პლასტიკის გამოყენება სურსათთან შემცირდეს. საინტერესო თემა იყო მივესალმებით მწვანე შესყიდვების პოლიტიკის წამოწევას. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც საუბარია მინის შეფუთვასთან დაკავშირებით, საუბარია პლასტიკის შეფუთვასთან დაკავშირებით, საუბარია ხელახალ გამოყენებაზე, საუბარია რეციკლირებაზე. გარემოსდაცვითი საკითხები ყველა წარმოებელისთვის მნიშვნელოვანია